მარტივ კითხვას დაგისვამთ. იყიდება თუ არა სიყვარული ფულზე? Რაღა თქმა უნდა მეტყვით რომ არა, თუმცა შეგედავებით. დიახაც იყიდება და ამის ნათელ მაგალითად ადამიანის მიერ შინაური ძაღლის ან კატის ყიდვაც გამოდგება. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა გარკვეული თანხის საფასურად თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ დიდ სიყვარულს, თქვენთვის უსაყვარლეს არსებას იძენთ. იმის მიუხედავად თუ რა ჯიშის, ფორმისა და წარმომავლობისაა თქვენი ოთხფეხა მეგობარი, მას უზომო ერთგულება, თავდადება და სიყვარული შეუძლია. ხშირად ისეთიც ადამიანს რომ შეშურდება და მაგალითად გამოდგება. ეს ისე, ნახევრად სერიოზულად, თუმცა ამჯერად ჩვენი საუბრის თემა არც საყვარელი ცხოველების მოვლის თავისებურებებია და არც ის უპირატესობები, რომელიც ცხოველებთან ადამიანის ურთიერთობას ახლავს თან. არადა დაგვერწმუნეთ, ასეთთა ჩამოთვლა მართლაც მრავლად არის შესაძლებელი. ამჯერად ჩვენ იმ საფრთხეებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ცხოველის კბენას ან მის მიერ კანის საფარველის დაზიანებას შეიძლება მოყვეს. და კიდევ უფრო კონკრეტულად, უმძიმესი დაავადება, რომელიც ცხოველის კბენის ან მის მიერ კანის გაჩხაპნის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს. ეს არის ცოფი, დაავადება, რომლის მორჩენის შანსი ნულს უტოლდება. საგულისხმოა, რომ ცოფის პრობლემა ცივილიზებული სამყაროსთვის ფაქტიურად აღარც კი არსებობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ ტოტალურად არის აცრილი, როგორც შინაური, ისე გარეული ცხოველები, რასაც სამწუხაროდ ნამდვილად ვერ ვიტყვით საქართველოს რეალობაზე. ევროპაში ტყეში მელიები და მგლები არიან ნაცრილები და კიდევ ერთი პროგრამა აქვს ესეთი, რომ შავი ზღვიდან კასპიისმაზე რა ქვია, ბალტიის ზღვამდე რაღაც 50 კილომეტრიან ზოლში ყველა ცხოველები აცრეს, თქვა აღმოსავლეთ ევროპაში, რომ თქვა რუსეთიდან და აქედან მხრიდან არ გადავიდეს იქით, ასე თქვა ცოფიანი ცხოველები, ცოფის ვირუსის მტარებელი ცხოველები. ჩვენთან სამწუხაროდ არა თუ ტყეში მგლები და მელიები, არამედ პატრონიანი ცხოველებიც კი ნაკლებად არის აცრილი და ეს არის ძირითადი პრობლემა, რა თქმა უნდა. და მაინც, რა გზით ხდება უმეტესწილად ცოფის გადადება? სურათი განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის ამ შემთხვევაშიც განსხვავებულია. ძალიან იშვიათად თქვა შეიძლება იქაც გახდეს თქვა დასავლეთის ქვეყნებში ადამიანი ცოფით დავათ, ეს ძირითადად არის ხოლმე თქვა იგივე შეერთებულ შტატებში ღამურების მეშვეობით შეიძლება გადავიდეს ცოფი ადამიანზე, ცოფი ადამიანი დასნებონდეს. ჩვენთან რა თქმა უნდა ძირითადად ეს არის ხოლმე და ეს დაახლოებით ესეა რომ აი ნახევარი თქვა ვინც საქართველოში ბოლო 20 წლის მანძილზე დაიღუპა ცოფის გამო, ნახევარი იყო დაკბენილი პატრონიანი ძაღლებით და მეორე ნახევარი, ცოტა ნაკლები მეორე ნახევარზე თქვა უპატრონო ცხოველებით და ძალიან იშვიათად იყო თქვა იქ მგელის ნაკბენი ან თქვა მელიის ნაკბენიც. და აქვე კითხვა, რომელიც ხშირად ჩნდება, რამდენად საფრთხის შემცველია ცოფის გადადების თვალსაზრისით მღრღნელების ნაკბენები? თეორიულად შესაძლებლობა რომ მღრღნელი იყოს დასნებოვნებული არსებობს. ამიტომ აცრები ამ დროს ინიშნება. თუმცა თქვათ მღრღნელისგან გადადებული ცოფი არც მინახია და არც გამიგია. და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ადამიანს ცხოველმა უკბინა ან დაუზიანა კანის მთლიანობა. პირველ დახმარებას ასეთ დროს პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება. აი ყველაზე დიდი მნიშვნელობა თქვენ წარმოიდგინეთ პირველად დახმარებას აქვს არანაკლები მნიშვნელობა ვიდრე თქვა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ან იმუნოგლობულინის გაკეთებას. პირველი და ძირითადი ეს არის რომ თუ არაფერი არ არის ვთქვათ ხელთ დიდი რაოდენობით წყლით რომ ჩამოიბანოს ასე ვთქვათ დაზიანებული ნაკბენი იქნება ეს თუ ვთქვათ შეიძლება ალოკილი იყოს უბრალოდ დაზიანებული კანი. და ეს უნდა ყველაფერი დიდი რაოდენობით წყლით ჩამოიბანოს, კიდევ უკეთესი თუ ეს იქნება საპნეანი თქვათ წყლით და ესეთი ხანგრძლივი პროცედურა განბანვის ასე ვთქვათ ამ ადგილის და კიდევ უკეთესი სარეცხის საპონით თუ იქნება ეს გაკეთებული. და კიდევ ერთი გაფრთხილება, როგორც თავშიც აღვნიშნეთ, ცხოველი შინაურია ის თუ გარეთ მოხეტიალე, ერთნაირად საშიშია, თუ მას შესაბამისი აცრა არ აქვს გაკეთებული. საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი იცრება 100,000 მოსახლეზე თუ გავიანგარიშებთ მსოფლიოში ცოფის საწინააღმდეგოდ პირველ ადგილზე ვართ, ნუ ესეთი არასასიამოვნო პირველი ადგილია. და აი ვინც მიმართავს ასაცრელად, იმათი 80% არის საკუთარი ან ნუ პატრონიანი ყოველ შემთხვევაში ცხოველების მიერ დაკბენილი და აი ცხოველები თუ იქნება აცრილები, რა თქმა უნდა ადამიანების აცრა აღარ დაგვჭირდება.
და ბოლოს, იმედია ჩვენი რჩევების პრაქტიკული განხორციელება არ დაგჭირდებათ და მათ მხოლოდ საჭირო ინფორმაციის სტატუსით მოისმენთ. მოახლოებული შვებულებებისა და არდადეგების პერიოდს კი მშვიდობიანად, ყოველგვარი დანაკარგების, მით უფრო კი აცრების გარეშე გადაიდანთ. თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ცხოველები, რომელთან ერთადაც დასვენების პერიოდს გაატარებთ, თავად იქნებიან მოვლილები, ესე იგი აცრილები, ხოლო წარწერა ეზოში ავი ძაღლია, სულაც აღარ მოგქვით პანიკურ შიშს. ბავშვის აღზრდა მისი დაბადებისთანავე დავიწყეო, თავმომწონედ უთქვამს დედას ერთ-ერთი ბრძენისთვის. ბრძენს კი უპასუხია, თქვენ უკვე დააგვიანეთ, რადგან აღზრდა მისი მუცლად ყოფნის პერიოდში უნდა დაგეწყოთო. ეს ცნობილი და ჭკუის სასწავლებელი ისტორია ტყუილად არ გაგვიხსენებია. ანალოგიურადაა საქმე ბავშვის არა მხოლოდ აღზრდასთან, არამედ მის ჯანმრთელობასთან მიმართებაშიც. უფრო კონკრეტულები თუ ვიქნებით, ანალოგიურადაა საქმე ბავშვის კბილების ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისითაც. მაშასე, როდის უნდა დავიწყოთ ზრუნვა ჩვენი შვილების პირისყრის ჯანმრთელობაზე? როდის და როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, არც მეტი და არც ნაკლები, ჯერ კიდევ მის დაბადებამდე. ზრუნვა ჯანმრთელ კბილებზე და ზრუნვა სტომატოლოგიურ ჯანმრთელობაზე მართლაც იწყება ბავშვის დაბადებიდან და უფრო სწორი ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ მუცლად ყოფნის განვითარების პერიოდიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც დედა ფეხმძიმეთ არის და ნაყოფი ვითარდება მის მუცელში. მუცლად ყოფნის განვითარების პერიოდში ხდება ყველა ორგანოს ჩასახვა, მათ შორის კბილების მინერალიზაციის დაწყება და ეს პერიოდი უაღრესად მნიშვნელოვანია იმ ცხრათვის მანძილზე, როდესაც ბავშვი ვითარდება, უბრალოდ ნაყოფის ჩამოყალიბების და ბავშვის განვითარების მუცლად ყოფნის პერიოდი ძალიან სერიოზული პერიოდია და ეს გავლენას ახდენს ძალიან ბევრ პარამეტრზე. ახლა კი მოკლე სამედიცინო ექსკურსი ასე პოპულარული, იმავდროულად კი ასე ვერაგი კარიესის სამყაროში. რა იწვევს კარიესს? უამრავი გამოკვლევებით, რომელიც შესრულდა წინა საუკუნის 60-იან წლებში, დადასტურდა, რომ კბილის კარიესი სხვა არაფერია თუ არა ინფექციური პათოლოგია, ანუ მისი ძირითადი გამომწვევი ფაქტორი აღმოჩნდა მიკრობი, კონკრეტულად Streptococcus mutans, რომელიც კბილის ზედაპირზე ბალთის სახით ფიქსირდება და ცხოველმყოფელობის პერიოდში, ანუ არსებობის მანძილზე იყენებს რა საკვებს, რომელიც კბილებზე ხვდება, ახდენს მის დაშლას და დაშლის ნახევარი პროდუქტი მჟავების სახით აზიანებენ კბილებს. თუ დედას აქვს კარიესოგენული, ანუ კარიესის გამომწვევი შტამი პირის ღრუში და როდის აქვს ეს დედას, როდესაც პირველ რიგში მას აქვს კარიესული კბილები. ძალიან დიდი ალბათობით შესაძლებელია ამ კარიესული კბილების კარიესოგენული მიკროორგანიზმების შტამების გადასვლა კონტაქტური გზით ბავშვზე და ეს დადასტურებულია უამრავი კვლევით. ესე იგი შევთანხმდით, დედის მოუვლელი, მოუწესრიგებელი კბილები მის ნაყოფსაც უქმნის საფრთხეს და სტომატოლოგთან დაგვიანებით სტუმრობაც შესაძლოა თქვენი პატარის საკმაოდ დიდ პრობლემად იქცეს. თუ 60-იან წლებში ეს კვლევები უფრო შედარებით ემპირიული ხასიათის იყო, უკვე 21 საუკუნის დასაწყისში იმუნოგენეტიკური კვლევების დანერგვის შემდგომ დადასტურდა, რომ მაგალითად ცოლ-ქმარის პირის ღრუს მიკრობული ფლორა იცვლება. ერთი და იგივე შტამი, მაგალითად მეუღლის შტამი შეიძლება ერთი კვირის შემდეგ აღმოჩნდეს მეორე მეუღლის პირის ღრუში და ეს გასაკვირი არ არის. და მაინც, როდის უნდა მივიყვანოთ ბავშვის სტომატოლოგთან? ამ კითხვაზე სრულიად კონკრეტული პასუხი აქვს ამერიკელ დანტისტებს. ამერიკელებმა შენიშნეს 10 წლის წინ, რომ წამოვიდა ბავშვის თაობა, ისეთი თაობა, რომელსაც ძალიან ადრე უფუჭდებოდა კბილები, სარძევე კბილები პრაქტიკულად ამოჭრისთანავე, რაც ადრე არ იყო დაფიქსირებული და ისე შეაწუხა ეს ფაქტი ამერიკის სტომატოლოგთა საზოგადოებას, რომ საზოგადოებამ აღიარა, რომ აუცილებელ ღონისძიებად უნდა იყოს მიჩნეული პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან უნდა მოხდეს დაბადებიდან პირველ წელს. რატომ? მანამდე სანკბილები ამოვა. რატომ? იმიტომ რომ ყველაზე კარგი რეკომენდაციები, სწორი რეკომენდაციები, როგორც პედიატრმა, ასევე სტომატოლოგმა შეიძლება მიცეს დედას ზუსტად ამ პერიოდში, რაც შესაძლებლობას მიცეს ბავშვის ნორმალურ განვითარებას. გეჩვენებათ, რომ გადაჭარბებულია და მცირეწლოვან ბავშვს შეუძლებელია გაუფუჭდეს კბილები? მაშინ ყურადღებით, კვლავაც სტომატოლოგის ინფორმაცია კბილების ნაადრევ კარიესთან დაკავშირებით.
ფიგურირებს ბოთლის კარიესი, ასეთი სახელი აქვს, მას უფრო ხატოვანი სახელი ქვია, სამედიცინო ენაზე მას ადრეული ბავშვების კარიესი ქვია. ეს ის მდგომარეობა, როდესაც პატარა ბავშვს, 2 წლის ბავშვს დაზიანებული აქვს სარძეო კბილები. ცალკეულ შემთხვევაში თითქმის ყველა კბილი დაზიანება ძალიან საკმარისად სწრაფად პროგრესირებს და ბავშვი მართლაც აი 3 წლიდან შეიძლება ცენტრალური, აი წიდან ფრონტალური ჯგუფის კბილები საერთოდ აღარ ქონდეს, ისე დაეშალოს ის კარიესმა. რა დროს და როდის ხდება ასე? ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც დედა მის პატარას ღამის მანძილზე მაწოვარათი აძლევს ტკბილს საკვებს. ეს შეიძლება იყოს ტკბილი ჩაი, ეს შეიძლება იყოს ტკბილი, აწონი ტკბილი, დატკბილული წყალი. ყველა შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ბოთლის კარიესის გამოწვევის მიზეზი, თუმცა მარტო ბოთლის კარიესის ასეთ მიზეზად არ სახილდება და სხვა ფაქტორებიც ფიგურირებს, როგორც ადრეული ბავშვობის კარიესის გამოწვევის მიზნად. ასე რომ გაფრთხილდით, მცირე ასაკი სულაც არ გახლავთ იმის გარანტია, რომ კბილები ჯანმრთელი იქნება და შესაბამისად სტომატოლოგთან სტუმრობაც ადრეულ ასაკშია რეკომენდებული. მხოლოდ ექიმ სპეციალისტის დროული რეკომენდაცია მოგცემთ საშუალებას გააკეთოთ ჯანსაღი არჩევანი და დაიცვათ პატარა კბილებთან დაკავშირებული პრობლემებისაგან. ასეთ შემთხვევაში სტომატოლოგი მისთვის ინკვიზიციის წარმომადგენელი კი არა, გულისხმიერი ბიძია ან დეიდა იქნება, რომლის ჩარევაც მხოლოდ კეთილი რჩევებით შემოიფარგლება და არა რკინის საშიში ინსტრუმენტებით. თვალი ჭამს და თვალი სვამსო, ამბობენ. ძნელი სათქმელია, რამდენად შესაძლებელია ადამიანის დანაყრება უბრალოდ ლამაზი საკვებით, მაგრამ ერთი რამ უდავოა, ლამაზად გაწყობილი სუფრა, კერძების ესთეტიური მხარე და ორიგინალურად გაფორმებული, თუნდაც ტრადიციული რეცეპტურით მომზადებული საკვები, მხოლოდ სასიკეთო დაისახება მის განწყობასა და ფსიქოლოგიაზე. რაც უფრო ლამაზად არის გაწყობილი სუფრა, რაც უფრო ესთეტიკურად მისაღებია და სასიამოვნოდ არის მოწოდებული კერძი, უნებრივია დიდი ალბათობა უფრო მეტი მივირთვათ, ვიდრე სხვა დროს ან ნებისმიერ სხვა სიტუაციაში, ხო? ამიტომ არის ზუსტად რომ სუფრების თქვათ გაწყობას, გალამაზებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად ცნობილეთი ძალიან კარგი ექსპერიმენტია ჩატარებული და ალბათ ჩვენ შემთხვევაში გამოგვადგება მისი შედეგები, როდესაც მშიერ მდგომარეობაში ადამიანებს თქვათ რაღაც გარკვეულ ულუფას ურიგებენ, ხო? და მას ჭამენ ბოლომდე. რამდენიმე საათის მერე იგივე ექსპერიმენტს იმეორებენ, ოღონდ თვალახვეული ჭამენ მერე ზუსტად იგივე რაოდენობის ულუფას. აღმოჩნდა, რომ თვალახვეული კვების პროცესში სადღაც 1/13 თეფშზე რჩება. ანუ ადამიანს რეალურად არ შია. იმ დანარჩენ 1/13-ს მანამდე ჭამდა მხოლოდ იმიტომ, რომ ან თეფშიც არიელი დაეტოვებინა, ან იმიტომ, რომ თქვათ თვალს ესიამოვნა ის კერძი, რაც მიართვეს. ნუ ათასნაირი სხვადასხვა მიზეზის გამო. ანუ რეალურად ადამიანი იმაზე მეც ჭამს, ზუსტად აი ვიზუალური მხარის გამო, ვიდრე მას რეალურად ჭირდება. ანუ მისი თქვათ რაღაც მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ამაზეა ზუსტად გათვლილი თქვათ სარესტორნო სერვისი, ბიზნესი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორც ცნობილია, საკვები გარდა იმისა, რომ ის კვებავს ორგანიზმს და ანაყრებს ადამიანს, ერთ-ერთი მთავარი სიამოვნების მიღების საშუალებაც არის. შესაბამისად, ეს სიამოვნება ერთიორად იზრდება, როცა საკვები მხოლოდ გემრიელი კი არა, მიმზიდველიცაა. აქედან კი გამომდინარეობს მარტივი დასკვნა. თუ გსურთ მაქსიმალური სიამოვნება და სარგებლობა მოგანიჭოთ იმან, რასაც მიირთმევთ, ის გემრიელიც უნდა იყოს, ჯანმრთელიც და ლამაზიც. დიახ, კერძის ვიზუალური მხარე მხოლოდ ფორმალობა და ზედმეტი შრომა ნამდვილად არ გახლავთ და ის თუ როგორ გამოიყურება ესა თუ ის საკვები, პრინციპულად მნიშვნელოვანია. აი ამ სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ საკვების მორთვა მოკაზმას, ასე ვთქვათ, არამედ ჭურჭლისაც, იმ სერვისის, რითაც მოაქვთ ჩვენამდე ვთქვათ საკვები, ხო? მაგალითად, აქ რომ არ ვახსენოთ ფერების ფსიქოლოგია, ალბათ არ შეიძლება, იმიტომ რომ ითვლება, რომ თეთრი არის ყველაზე ნეიტრალური ფერი. თეთრი ჭურჭლით მოწოდებული საკვები ინარჩუნებს იმ გემოს, რაც მას რეალურად აქვს. აი მაგალითად წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მზისფერები მადას აღძრავს. ითვლება, რომ ამ ფერის თეფშიდან, ჭიქიდან უმირთმეული საკვები ზოგადად ბევრად უფრო გემრიელად განიცდება, ამიტომ შესაძლებელია ბევრად მეტი მიირთვათ, ვიდრე რეალურად და სხვა სიტუაციაში შეიძლებოდა. აი მაგალითად ეს ფერები რაც აგვაქვს, ხო? ეს ნარინჯისფერი ალბათ ყველაზე გემრიელი ფერია, ეს ჭყალებში ვიხმართ ამ სიტყვას. რასაც ვერ იტყვი მაგალითად ცისფერ ტონალობაზე, ლურჯი ტონალობის ჭურჭელზე, პირდაპირ რჩება, რომ თუ გინდათ რომ ადა დაიქვეითოთ და იმაზე ნაკლები მიირთვათ, ვიდრე გინდათ ასე ვთქვათ, უნდა მიირთვათ მოცისფრო, ეს ცისფერი ტონალობის ჭურჭლიდან. და
და კიდევ რამდენიმე რჩება მათთვის, ვინც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავს და ჭარბი კილოგრამების დაგროვებას ყველა საშუალებით ებრძვის. ანუ ვარიაციები თემაზე, კერძების ესთეტიკა და გასუქების რისკი. რაც უფრო მიმზიდველია სუფრა, რაც უფრო ლამაზად არის გაწყობილი და ჩვენთვის სასურველი ფერები ჭარბობს, თქვათ იგივე ეს მზის ფერები, თბილი ფერები, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ ბევრად მეტი მიირთვათ, ვიდრე მანამდე დაგეგმილი ჰქონდათ. ბოლოსთვის კი ბავშვების შემთხვევაში კერძის ლამაზად გაფორმების მნიშვნელობაზეც გეტყვით ორიოდე სიტყვას. ეს სწორედ ის ჯადოსნური გასაღებია, რომელიც საშუალებას მოგცემთ დააინტერესოთ პატარა საკვებით და ძალდატანების გარეშე მიაღებინოთ ის. ეს კი დამეთანხმებით ნამდვილად არ გახლავთ პატარა საქმე. მშობლებისთვის ნაცნობი ეს თემა, როგორც არის უჭმელი ბავშვები, ხო? და ხანდახან არის ბრძოლა და ნერვიულობა და ერთი ამბავი, რომ ბავშვმა არ ჭამა, მერე დედაც არ ჭამს და იტანჯება მთელი დღე. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა იშვიათი შემთხვევების გარდა გამართლებული არ არის. თუ რაღაც სხვა ფიზიოლოგიური პრობლემები არ არის, რაღაც სამედიცინო ჩვენება არ არის, როგორც წესი ბავშვმა შესაძლებელია ერთხელ არ ჭამოს, თქვათ ერთი კვება გამოტოვოს, მაგრამ ეს სულაც არ არის ახლა პანიკის და რაღაც განსაკუთრებული შიშის საფუძველი. აცალეთ თქვენ შულს, დამიჯერეთ მეორე კვებაზე ბევრად უფრო კარგად მიირთმევს გემრიელათაც და მადიანათაც. ეს ერთი რჩევა. მეორე და მთავარი, ბავშვი რა საქმეც არ უნდა იყოს, ადამიანია ჩვეულებრივი, ამიტომ ის ესთეტიკურად და ლამაზად მორთმეული საჭმელი მასაც სიამოვნებს. ამიტომ მით უმეტეს თუ ცოტა უჭმელია, შეეცადეთ რაღაცნაირად გაუფორმოთ, ლამაზად მიაწოდოთ. იგივე ის ბუტებროდი იქნება, თუ ყიყლიყვები მაგალითად ყველას უყვარს, ან თქვათ ერბოკვერცხი ან რაღაცა მსგავსი, შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმა მიცეთ. ასეთი რაღაცებით ხალისობენ ბავშვები, ცოტა თამაშის იერს თუ მიცემთ კვებას, ბევრად ადვილად წამოყვებათ, ბევრად უფრო იხალისებს და საერთოდ დაძალების წინააღმდეგი ვარ, არანაირად არ შეიძლება დაძალება. მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადისო ამბობენ. ჩვენ კი დავძენდით გულისკენ მიმავალ გზაზე მხოლოდ გემრიელი კი არა, ლამაზად გაფორმებული კერძები. ესთეტიურად გაწყობილი სუფრები უნდა იყოს და რა გემრიელიც არ უნდა იყოს, ესა თუ ის საკვები, ის ვერასდროს გახდება მადის აღმძვრელი და სიამოვნების მიმნიჭებელი, თუ საგემოვნოსთან ერთად ვიზუალური ღირსებებითაც არ გამოირჩევა. ასე რომ გააკეთეთ ჯანსაღი არჩევანი და მიირთვით მხოლოდ ჯანსაღი, გემრიელი და ლამაზად გაფორმებული კერძები. შემდეგ გადაცემაში ნახავთ უბრალო წიწიბურას მოხმარების არც ისე უბრალო წესები. როგორ მოვამზადოთ წიწიბურას ფაფა? ფერთა ფსიქოლოგია, ანუ ფერთა პალიტრა ჩვენს ცხოვრებაში. რაც გვეუბნება ფერები. ცეკვა თამაშით განვლილი ორსულობა, ანუ აფუძებს თუ არა ფაფას ჭარბი კარაქი.